ხონში მოსახლეობა წყლის მიწოდების პრობლემის გადაჭრას მოითხოვს. მათი თქმით, ნახევარ წელზე მეტია წყალი გრაფიკით მიეწოდებათ, რაც მათ საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს. წყლის პრობლემა მოგვარდება როდესმე? ანუ ხალხო ხმას რატომ არავინ იღებს ამ ყველაფერზე? ნახევარი წელია ხალხს უწყლოობაში გვამყოფებენ. ეს როგორ შეიძლება? მსგავსი არსად არაფერი მინახავს. 21 საუკუნეში წყალი რომ არ არის საერთოდ? რაზე ვსაუბრობთ, ან რისი იმედი გვაქვს? ორი შვილის დედას წყლის პრობლემა მაღალებებს. ასე არ შეიძლება. ასეთი მოუგვარებელი არაფერი მინახავს. ანუ დრო მაინც გვითხრან, ამ დრომდე იქნება ასე და მერე აღარ. არა, დაუსრულებელია. საყოფაცხოვრებო პრობლემას მიანიჭებთ უპირატესობას თუ სხვა დანარჩენს, მოგვარების ვალდებულება ერთი და იმავე ადამიანების, სამსახურების ვალდებულებაა. კეთილი ინებონ და შეასრულონ, ან ადამიანებს უპასუხონ, როდემდე გაგრძელდება ეს პრობლემა, ან რა გზებს იყენებენ მის მოსაგვარებლად. ხონს ჰქონდა საკუთარი წყალმომარაგება და ეგეც აგვართვეს. ესეც პრობლემად გახადეს, განმკითხავი კი არავინ არ არის. ქალაქის წყალი არ მომიხმარია წლებია და ფულს კი ვიხდი. ამ ზაფხულში როცა მჭირდება და მაშინ კეტავდნენ. სანამ არ მოწესრიგდება, ერთ თეთრსაც არ გადავიხდი. საკითხს სოციალურ ქსელში საჯაროდ ეხმიანება ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და წერს, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით მიმდინარეობს სამუშაოები. ბოლო პერიოდში სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებულმა პრობლემამ სრულიად სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია. მესმის თითოეული თქვენგანის, რადგან წყალი არის ყოველდღიური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საჭიროება. მინდა გაცნობოთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა დაწყებული იყო მანამდეც, თუმცა არსებული ტექნიკური სირთულეების გამო პროცესი გაჭიანურდა. არაერთ გზის შეფერხების მიუხედავად დაიგეგმა და ამ ეტაპზე დამატებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ყველა შესაძლო რესურსი მიმართულია იმისთვის, რომ წყლის გრაფიკით მოწოდება სრულად აღმოიფხვრას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში მუნიციპალიტეტსა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას შორის კომუნიკაცია არ შეწყვეტილა. საკითხი მუდმივად იყო დღის წესრიგში. წერს სოციალურ ქსელში ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე.